ეს ჩვენი დოკუმენტური ტელეპუბლიცისტიკის მეორე ნაწილია. Როგორც შეგვირდით, ეთერს უთმობთ საქართველოს ერთ მშვენიერ და გამორჩეულ მხარეს, ხობის მუნიციპალიტეტს და ასე კეთილმოსურნე ხობელებს. გასულ კვირას ჩვენ მოусმინეთ ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ბიზნესმენ ბატონ გოდერძი ბუკიას, რომელსაც ბათუს გორაზე აგებული ასე მიმზიდველი მონასტრის კომპლექსის ქტიტორი და მომავლის ხობის მაშენებელი უწოდეთ. ხება როგორც კანონიკით არის მიღებული, უნდა მოხდეს ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ და ეს კურთხევა დღეს აღესრულება ერთ ეკლესიაში, აქ სულ 3 ტაძარში და შემდგომ იქნება წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის დღესასწაულების დროს დანარჩენი 2 მცირე ზომის ეკლესიის კურთხევა. მოდით აქვე გავიხსენოთ, რომ ამ საოცარი სილამაზის ხოროთ მოძღვარი ბრძანდება ბატონი რეზო ჯანაშია და იგი ააგო სამშენებლო კომპანია ლომბადამ, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია ბატონი ნუგზარ ლომაია. ხატმწერი გახლავთ ბატონი დავით ხიდაშელი. იმედის მომცემი იყო ახალგაზრდა ბიზნესმენის ბატონ ალექსანდრე ცინცაძის საუბარი კომბინირებული საკვების ვეება საწარმოს აშენების ადგილიდან. აქ აშენდება საწარმო და სასაწყობი ფართები, ასევე მომიჯნავე ტერიტორიაზე ჩვენ გეგმავთ სხვა კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოს გახსნასაც. გვესაუბრა მაღალყოულად უსამღვდელოესი მეუფე გრიგოლი და ახალი სამონასტრო კომპლექსის დეკანოზი მამა ირაკლი სურმავა. ხობის მონასტერი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე არის და ჩვენგან ითხოვს ძალიან სერიოზულ დახმარებას, ზრუნველობას. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი ნელ-ნელა მოდის ტაძარში, მოდის ეკლესიაში და ცდილობს, რომ შეიძინოს უფრო მეტი სულიერი ცოდნა, უფრო მეტად წარემატებოდნენ სულიერი თვალსაზრისით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მშვენიერი მონასტერი საქართველოში ერთადერთია, სადაც 83 წმინდანის ნაწილებია დავანებული და ეს სიწმინდეები კი კიევი პეჩორის ლავრიდანაა. ძველი ტრადიციის მშვენიერი გაგრძელება ვიხილეთ სოფელ თორცაში მცხოვრებ კიკალეიშვილების სტუმართმოყვარე ოჯახში. ჩვენ სოფელში სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სისხორცეულად უკვე გამჯდარი ამ ხალხში, რომ ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. ვესტუმრეთ ხობის, ნოჯიხევის მე-12-მე-13 საუკუნის ტაძარს და მოусმინეთ ისტორიკოსებს ბატონებს გოგიტა ჩიტაიას და რევას ბაბუაშვილს. ამ ტაძარში დასვენებული ის უდიდესი სიწმინდეები დაწყებული ღვთისმშობლის კვართიდან და უამრავი წმინდა გიორგის ბარძაღიდან მე ჩამოსვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს სიწმინდეები რაღაც ამ ტაძრის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში არის უცნაურად გამოშვერილი სხვანაირი წყობით ნაგები შენობის ფრაგმენტი, დასტურდება ის, რომ ეს ტაძარი დაშენებული ყოფილა უფრო ძველ და უფრო დიდ ტაძარზე. მონასტრის ეზოში კი ჯერ გაუხსნელი ქვითკირის სარკოფაგებია. იბადება ცხოველი ინტერესი და ნატვრაც ნეტავ აქ აღმოჩნდეს თამარ მეფის სამაროვანი. ვიხილეთ მშვენიერი ხეთა და იქ არსებული მდიდარი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. შემდგომ კი იქვე სევდიანის სახლი, მეორე სამამულო ომიდან შინ მოუსვლელი ხეთელი ვაჟკაცის ამირან ლატარიასი. პირველი ნაწილი ხობისადმი მიძღვნილი ჩვენი დოკუმენტური ტელეპუბლიცისტიკისა ეს საქართველოა დაასრულა ხობის ფოლკლორულმა ანსამბლმა კოლხეთმა. გადაცემის პირველი ნაწილიდან ჩვენ და მრავალრიცხოვან ტელემაყურებელს უსათუოდ იმედის მომგვრელად ჩარჩებოდა ბატონ გოდერძი ბუკიას მცირე სიტყვიდან ის მონაკვეთი,
ხობში ასაშენებელ 3 მძლავრ ქარხანას რომ ეხებოდა. დაახლოებით ერთ წელიწადში 50 მილიონი დოლარის ბრუნვა ექნება ამ სამქარხანას და 3 წელიწადში კიდევ 4-ჯერ გაიზრდება ბრუნვა. ბიზნესმენმა დეპუტატმა თავისი საქმიანობით კარგახანია დაამტკიცა, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთია, რომ იგი ხობის შენებით, კეთილდღეობის შექმნით მთელი საქართველოსთვის იღწვის და ჩვენც უტყუარად გვჯერა, რომ მალე იქნება აღთქმული 3 ქარხანა, სადაც ასობით ყოფილი დასაქმდება. ოღონდ კერძო საუბარში ესეც თქვა ბატონმა გოდერძიმ, თუ მშვიდობა იქნაო. ვაგლახრომ ეს სიტყვები მხოლოდ მასალა არაა. რა ვნახეთ ამ 25 წლის განმავლობაში, რა ხდება დღეს ჩვენ საფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ანდა ეს ოჯახის შესაქმნელად შეღერებული ვაჟკაცები, რატომ და რისთვის შეიწირა 2008 წელს ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის ტყვია. ყოველივე სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გვინახავს და გაგვიძლია და ამ ძალმომრეობასაც გადავლახავთ ერთმანეთის ნდობით და სიყვარულით, უფლის მადლით. ამდენ ქარცეცხლში გამოვლილი დღეს მაინც მშვენივრად გამოიყურება ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრი. თითქმის 4 წლის წინ დიდმა ხელოვანმა სურაბ წერეთელმა ასეთი ორიგინალური ნიმუშებით შეამგო თეატრის ეს ცნობილი შენობა და შადრევანი. ახლა ხობის მეორე სკოლაში ვიმყოფებით. ძალიან მოგწონს მოვლილი სკოლა. კომპიუტერების კლასი. აქ მე მქონდა ბედნიერება მე-12 კლასელებთან მესაუბრა ვაჟა-ფშაველას ბახტრიონზე. აფხუშელებით მოიდენ, ცოდნენი თათრის ნისაო, ასე იწყება. ბერი მაუძღვათ ლუხუმი, ლურჯამ მაიღოთ ქერანი. პატრონის გულის მცოდნია თავაღებული ჯერანი, როგორ არის დახატული ლუხუმი ლურჯაზე ზის ბავშვებო. ბავშვებო, გმირობას არ უნდა დიდი რამ ეს მუნდირები და ეს რკინის ტაიმები, გმირობა სულ იჭირდება. ეს რო გამოჩნდება დანჯღრეულ ხარხაშიანი ხმალი ჰკიდია, წნელი ჩემული. აი ეს არის პირველი და უბადლო გმირი ამ ომში. სულია მთავარი, სული, მეტი არაფერი. ხობელი ახალგაზრდებისათვის ძალზედ მიმზიდველი ადგილია კომპიუტერული ცენტრიც, სადაც ისინი უამრავ რამეს ეცნობიან და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ბევრს აქვს საკუთარი ბლოგიც. კომპიუტერული ცენტრი ხობში გაიხსნა 1998 წელს საქართველოს 4გზის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, მაჟორიტარი დეპუტატის ხობის რაიონისა გოდერძი ბუკიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო თაოსნობით. 1998 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც სასწავლო ინფორმატიკის ცენტრი, ხოლო ამჟამად როგორც კომპიუტერული სკოლა. ეს დიდი ლოტბარის ძუკულოლუა სახმუზეუმია. აქვეა ასე ლამაზად მჯღერი და ვგონებთ სოფლიოში ერთ-ერთი პირველის სიმღერის მუზეუმი და თანაც მეგრული სიმღერის მუზეუმი. 2003 წელს ხობის რაიონში დაარსდა ხობის საერთაშორისო სიმღერის ფესტივალი. და ამ ფესტივალმა 2005 წელს შვა იდეა დაარსებისა სიმღერის მუზეუმისა.
განფენილია შესანიშნავი მასალები. ეს მასალა გახლავთ ფოტომასალები, წიგნები, საინფორმაციო მასალები, მოგროვილი სრულიად დასავლეთ საქართველოში. ანსამბლია კოლხეთის სახელწოდებით 1956 წელს შეიქმნა ანს გასვენებული ცნობილი ოტმარი ხელმძღვანელობდა მაგას ალექსანდრე ბერაი. ეს კაცი თვითონ წერდა ლექსებსაც და სიმღერებსაც. 85-ში მივიღეთ სახალხო ანსამბლი წოდება. იმის შემდეგ სახალხო ანსამბლი ვარ და აი ბევრ მაშინ ვიღია მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებში. ქალბატონმა ნანამაც ახსენა და ალბათ ყველა ელოდება ამ ჩვენს ხობისადმი მიძღვნილ სატელევიზიო დოკუმენტურ პუბლიცისტურ ფილმში, როდის დაუთმობ დროს უკვე 6 გზის ჩატარებულ ამ კოლოსალური მნიშვნელობის მეგრული სიმღერის ფესტივალს, სადაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა თავისი ვოკალით და გულის სითბოთი იმღერა მეგრული სიმღერა. ეს კი სიმღერაზე ბევრად მეტია იმ ქვეყანაში, რომელმაც მტკივნეულად განიცადა გრევის და განუკითხაობის საჩინელება, როდესაც გაგვიცივდა ურთიერთობები მსოფლიოს ქვეყნებთან. აქ კი მდინარე ხობისწყალი შავ ზღვას რომ ერთვის, ისტორიული მნიშვნელობის ყულებია, რომელმაც უფრო გაითქვა სახელი, რაც ეს ადგილი საქართველო-აზერბაიჯანის გრანდიოზული პროექტის ხორცშესხმის ადგილად იქცა. აქ 650,997 კვადრატულ მეტრზეა განფენილი შავი ზღვის ყულების ნავთობტერმინალი. ეს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის საწარმო 2008 წელს ამუშავდა. აქ რკინიგზაც შემოდის, რომელსაც აზერბაიჯან, ყაზახეთ, თურქმენეთიდან შემოაქვს ნავთობის ნედლეული. აქედან კი გადამუშავებულს გემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისკენ აგზავნიან. Sokar Energy Georgia სისტემაში მოქცეულმა ყულების ტერმინალმა 500 ჩვენს მოქალაქეს მისცა მუდმივი სამსახური და უკვე 700 მილიონამდე ლარი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. ყულების ტერმინალი საქართველო-აზერბაიჯანის ძმობისა და ნდობის ნიშანსვეტია. საწარმოს უნარიანად ხელმძღვანელობს ბატონი კარიმ გულიევი, რომელიც ბოლო მეგრული სიმღერის ზეიმზე საპატიო ხობელად აირჩიეს. ხობს ისე როგორც კოლხეთის ვაკეზე მდებარე სხვა მუნიციპალიტეტებს თავისი პრობლემებიც აქვთ. ჩვენ ერთიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას გასაკეთებელ საქმეებთან დაკავშირებით და გვაქვს ძალიან სერიოზული ხედვები, მიდგომები და გვინდა რომ ის პოტენციალი რა პოტენციალიც გააჩნია ჩვენს რაიონს მაქსიმალურად დავამოქმედოთ. გლეხური მეურნეობის განვითარება, აგრარული სექტორის განვითარება ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის. წელს არის დაგეგმილი ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელის მთლიანი რეაბილიტაცია, რომელიც არის განსაზღვრული 2,400,000-ით და მინდა გითხრათ, რომ ხობის მუნიციპალიტეტში მთლიანად წყალმომარაგების ქსელი იქნება საერთოდ გამოცვლილი. როგორც ითქვა უკვე 6 გზის ჩატარდა ხობში გრანდიოზული მასშტაბის მეგრული სიმღერის ფესტივალი, რომელსაც ხშირად ზეიმის ფორმითაც მოიხსენიებენ. სხვა სიტყვა საჭირო არცაა, ესაა ნამდვილი ზეიმი, ქართული სულის გამოვლენა, ყვავილებისგან მოწნული ტახტის დადგმა, ასე თბილი და მიმზიდველი, ასე ტკბილი და ხშირად სევდიანი ჟღერადობის მეგრული სიმღერისა, მეგრული მოტივისა, მეგრული ჰანგისა. იცოდეთ, რომ პატარა საქართველოსთვის ყველაზე დიდი და მთავარი, ყველაზე ძირითადი ჩვენი კულტურა და სპორტია.
იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი ისევ და ისევ ბატონი გოდერძი ბუკია. მოდი აქვე ვთქვათ, რომ ეს პიროვნება უდაოდ ისტორიულია. მისი ასეთი სიყვარული მშობელი კუთხის მიმართ, მისი ამდენი ქველმოქმედება, ამდენი მომავალზე ზრუნვა, აღშენებლობა, სულიერებასა და ზნეობაზე ასეთი ყურადღება მას გამოარჩევს სხვათაგან და იმ პიროვნებად აქცევს, ვიზეთ შემდგომ საქართველოში ბევრს იტყვიან და საუკეთესო ქართველების პანთეონში მოიხსენიებენ. ჯვარი წეროდეს და მანამდე ბევრი წელია, ბევრი ასაშენებელი, მოსავლელი, საზრუნავი. Jamais გუგუნებდეს ხმა მომლე მოხასა დალილევოსი ეს მისთა ჩვენთან არის სიმღერა ეს სიმღერა საქართველოსი მიორსი შხანი მიორს გოლხეთი Salo mimochku kortu Სურფასო მეგობრებო, ხობის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კუთხებით. თქვენ ხედავთ კადრებს 6-ვე მეგრული სიმღერის ფესტივალიდან. ამ დღეებში გამოდიოდა საგანგებოდ შექმნილი წიგნებით მეგრული სიმღერის კორიფეებზე, მნიშვნელოვან პიროვნებებზე, გამოდიოდა და ყველას ურიგდებოდა კომპაქტ დისკები უკვდავი მეგრული და ქართული სიმღერების ჩანაწერებისა. ისტორიულ სოფელ ხეთაში საგანგებოდ მოწყობილ თეატრონში იმართება ხოლმე დასკვნითი ნაწილი ფესტივალისა. მომღერალ კომპოზიტორთა დასაჩუქრება, მოფერება, ღიმილი და ბოლოს სიყვარულით გაჯერებული სტუმრებთან დამშვიდობება და ამ განშორების მსუბუქი ცხრემლი. ფესტივალის ჟამს ბევრი ახალი შემსრულებელი გაიცნო ქართველმა სიმღერის მოყვარულმა და ეს პიროვნებები დამკვიდრდა კიდეც ქართული სიმღერის დიდ ოჯახში. სულ ბოლო მშვენიერი გოგონა ნინო გოთოშია, რომლის სასიამოვნო ხმას პირველმა ჩვენმა აღიარებულმა ლოტბარმა ხობის და თბილისის საპატიო მოქალაქემ ბატონმა ანზორ ერქუმაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ყველა ფესტივალი მიძღვნილია რომელიმე დიდი მომღერლისადმი, ან რომელიმე ჯგუფისადმი, ან კიდევ გამოჩენილი პიროვნებებისადმი. ამ ფესტივალმა წარმოაჩინა ბევრი ახალი სახელი, რომლებიც მანამდე არ იყო. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ახალგაზრდა გოგონა ნინო გოთოშია. ისეთ დონეზე შეასრულა, მე აღფრთოვანებული დავრჩი და ვთქვი, რომ ეს ფესტივალის აღმოჩენა. ქამდეც რა თქმა უნდა გამოდიოდი სცენაზე, მაგრამ ხოდ ხობის კონცერტებზე, ასევე რამდენიმე კონკურსშიც, მაგრამ ეს იმდენად დიდი გამოსვლა გამოდგა ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის, რომ ნამდვილად არ მოველოდებოდი ამდენს. ძალიან მინდა რომ ხობი ვასახელო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე დავიბადე, გავიზარდე და ძალიან მიყვარს იქაურობა. მომავალი ფესტივალისათვის მზადებას უკვე შეუდგა ამდენ საქმეთა მაკეთებელი ფონდი ხობი
და ამ საქმეში ბატონ გოდერძისთან მხარდამხარ მდგარი პიროვნებები. აღსანიშნავია ითქვას, რომ ჯერ ხობში დიდი სასტუმრო არაა აგებული. ადვილი მისახვედრია, ვინ გვეტყოდა, მალე აი იქ აშენდება სასტუმრო ხობი პალაციო და ხელს გაიშვერდა ხობის მშვენება ურთის მთისაკენ. თუმცა სასტუმროს დეფიციტი ფესტივალის დღეებში არც იგრძნობა. ყოველი ხობელის სახლის კარი ღია სასურველი სტუმრისათვის. მას მიზლობასა და თავაზიან თბილ სიტყვას კი ვინ ასწავლის ქართული ზნეობის საუკეთესო ნიმუშს, მეგრელ ქალს და მეგრელ კაცს. ადგილმდებარეობის გამო ხობის ვრცელ ტერიტორიაზე სამელიორაციო საქმიანობას ბევრი სიკეთე მოაქვს. თითქმის 30 წელი იქნება, რომ ეს არხები, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ფაქტურად ამოვსებული იყო და გაწმენდილი არ იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო პროექტი და შეიმუშავენ პროექტი, რომ ეს არხები, რომელიც დაჭაობებული იყო და მოსახლეობა აი ამ მეწას ვერ იყენებდა, დაიწყენ რეაბილიტაცია. ჭირდება თავიდან გაკეთება არხების ამოღება და მე მგონი მომავალისთვის ეს იგეგმება და არის დაფინანსებებიც და მუშაობა მიდის მარტო ჩვენთან არა, მთლიანად კოლხეთის დაბლობზე სხვადასხვა უბნის წარმომადგენლები მუშაობენ და აკეთებენ აი ამ არხებს. სათღურებში ცხადია ძირითადად კიტრი, პომიდორი და ბოსტნეული მოჰყავთ. ყოველივე ეს კი ახალია ხობისათვის. სახელმწიფოს მცირე კრედიტების ფონდი ბევრ ასეთ მეურნეობას გააჩენს და გააძლიერებს მომავალში. საჯიჯაოს ასეთ თვალწარმტაც მხარეში ცხოვრობს მიწისა და მცენარეების მესაიდუმლე ვაჟკაცი, აგრონომი არველოდ ნანეიშვილი. ყველას მოეწონება მისი ძლიერი და მშვენიერი ოჯახი, მისი ასე მოვლილი მეურნეობა. ძირითადად არის აქ ალუვიური ნიადაგები. ნოყიერი ნიადაგია. თავისუფლად შეიძლება თუ გაქვს საშუალება და უნარი გაქვს, 2-2.5 მოსავლის მიღება. მაინც ძირითადი შემოსავალი არის თხილის. სადღაც 1-2-3 ტონა მაინც არის წლიური შემოსავალი. ამის გარდა ყველაფერი მოდის რაც გინდა. 50,000 ლარის შემოსავალიც იქნება, თუ ამას ყველაფერს ნორმალურად მოვლით, ხილსაც, ბოსტნეულსაც და ყველაფერი გაქვს, რაც სჭირდება ადამიანს. რა კარგი იქნებოდა გქონოდა საეთერო დრო და ამ თავისებური ნიჭით დაჯილდოებულ ხობელთა ნალაპარაკებიც მოგვესმინა, მაგრამ ამჯერად ეს არ ხერხდება. აი ელდარ თურქია, მშვენიერი ხელოვანი, დურგალია. ხატრობა კაი ხელოვნება არის, მაგრამ სოფელში არის ვარგა. და გადავიდი უფრო ხის ხელოვნებაზე. მალხაზ ადამია, ქვიცოსტატი, აკროპოლის მოდელის შემქმნელი არ არის გამორიცხული, რომ სხვა მასშტაბით ვიხილოთ ხობში ეს პროექტი. 2 წლის ნამუშევარია ეს. ანტიკური კულტურა და ხელოვნება უფრო მომწონს. ქვა დამაქვს 3 კილომეტრიდან. ექვის ტექნოლოგიას მივაგენი და ასე აიწყო. ხობისწყლის ქვებით, ყოველგვარი ზედმეტი სხვა იარაღის გარეშე შექმნა ბიზანტიურ სტილში ის სასახლეები და მთელი ის კომპლექსი, რასაც გაეცნობით. მურთასტურავა, ფერთა მესაიდუმლე. რასაც ვაკეთებ, დაურიგებ შვილიშვილებს, რო აღარ ვიქნები, მომიგონებენ, აი ბაბუა იყო, რომ ხაზვარი. ოდნავ გაკვირვებასაც იწვევს სხვა მუნიციპალიტეტების ფონდზე, ასე ჭარბად წარმოდგენილი სპორტში უკვე მშვენიერი განაცხადებით დამკვიდრებული ჭაბუკები. მადლობა უნდა უთხრათ მწვრთნელ ბატონ ირაკლი გეთიას
მოჭადრაკეების ზურაბ ტყებუჩავას, თეიმურას კვიკვინიას, ლიანა ლომაიას აღზრდისათვის. ასევე მადლობა უნდა უთხრათ მწვრთნელ კოკა თუთბერიძეს, ასეთი სახელოვანი მკლავჭიდელების, მსოფლიო ჩემპიონის გენადი კვიკვინიას, ვილენ გაბრავას, ევროპის ჩემპიონია ესა, აი ამათი აღზრდისათვის. ბატონი მამუკა ხორშია ბერძნულ რომაული ჭიდაობით გატაცებულებს წვრთნის და აი შედეგიც. ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია, ჯონი ხეცურიანი კი თავის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი ამა წლისა. ეს ახალი ფორმის აზარტული სპორტის სახეობა, რომელსაც ჩვენ ლელო რაგბი ვუწოდეთ, თანდათან პოპულარული ხდება ქვეყანაში. ახლა ერთმანეთს ერკინებიან სოფლების ქარიატას და შუა ხორგას სპორტსმენები. გვესაუბრება ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ედიშერ ჯობავა, რომელიც ხობში ამ სპორტის ვიცე-პრეზიდენტიცაა. წელს ჩატარდა პირველი ტურნირი, რაიონული ტურნირი ლელობურჯში და ძალიან ხალისით შეხვდა ამას თითოეული სოფლის მაცხოვრებელი. მადლით გასხივოცნებულია ხობის სათნოების სახლიც. სიმღერის მოვლა პატრონობის სახელგანთმულ ხობში ცხადია ანსამბლ კოლხას ეს თეთრმაისურიანი ლამაზი ბიჭუნებიც ინათლებიან დიდი ხელოვნების მადლით. ეს ხობის ტერიტორიის შემამკობელი აია სოფიას ტაძარია. და ისევ ბათუს ზეგანზე ასე მიმზიდველი დიდი სამონასტრო კომპლექსი თავისი პატრიარქის რეზიდენციით, სადაც ღამე გაათია ჩვენმა საყვარელმა კათოლიკოს პატრიარქმა. და ისევ მონასტრის კურთხევის დღის გახსენება, სადაც ოდნავ შემკრთალი ბატონი გოდერძი გულიდან ამოსული სითბოთი გაჯერებულ სიტყვას ამბობს. მომცა ღმერთმა საშუალება, რომ მაშენებულიყო ეს დიდი საეკლესიო კომპლექსი რეზიდენციით და ყველა იმ კანონიკის დაცვით, რომელიც მეოთხე გრიგოლის ხელმძღვანელობით და პატრიარქის კურთხევით მიდიოდა წლების განმავლობაში. 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მთელი ხობი, მთელი სამეგრელო. მუშაობდა ყველა ახლობელი, მეგობარი, რომელიც ჩემს გვერდით იყო. კი, ჩვენი საშუალებებით, ჩემი ოჯახის საშუალებებით აშენდა, მაგრამ ყველას მონაწილეობაა ეს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც კეთილი განწყობით, კეთილი სულით და კეთილი გულით იყო ჩვენს მიმართ, ისინი წინ წარმართავდნენ ამ საქმეს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასეთი ბედნიერი დღე გაგვიქენა უბედნიერესი დღე ამ ადგილზე, სადაც აფხაზეთისკენ მიმავალი გზა არის სამეგრელოს გულში, საქართველოს პატრიარქ ხობის და ფოთის ეპარქიაში ჩამორძალდა ჩვენთან მისი უწმინდესობა და ჩვენთან ერთად ჩვენ ამ დიდ ზეიმს და სიხარულს ნამდვილად გვირგვინი დაადგა. მადლობა უფალო ღმერთო, რომ ჩვენ ამ დღეს მოგვასწარეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დასრულდა ჩვენი სატელევიზიო დოკუმენტური პუბლიცისტიკის მცირე ფილმით. უკმარისობის გრძნობით ვართ ყველანი. ვერა და ვერ ჩავტიეთ ერთ საათში ამდენი მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რაც ამ სილამაზით გამორჩეულ საქართველოს ტურფანაწილში ვნახეთ და განვიცადეთ. ეს საქართველოა, ასე ძვირფასი და ასე შემკული. ხვავი და ბარაკა შენ, ჩვენო ხობო, სიყვარული და ბედნიერება თქვენ, ძვირფასო ხობელებ. Scani guris